მოგესალმებით, მომავალი ტივის ეთერშია ყველაზე შემოქმედებითი გადაცემა არც თაობა, მე კი სოფო შენგელია ვარ, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი სტუმარი გიორგი კახიშვილი, პოეტი. გიორგი, გამარჯობა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ურმეს მადლობა თქვენ მოსვლის. მე მინდა მაყურებელს გავაცნო ჩვენი საუბრის თემა, ეს არის სოციალურ ქსელში გავრცელებული პოეზია, ანუ მინდა გავიგო გიორგის აზრი, რამდენად საჭიროა პოეზიის ასე გავრცელება და მკითხველთან ასე ახლოს მიტანა. რას ფიქრობ გიორგი ამ ყველაფერზე? ჩემი აზრით ეს საჭიროა ნამდვილად, იმიტომ რომ რეალურად არიან ადამიანები, რომლისთვისაც ესე Facebook-ზე გაზიარება საკუთარი შემოქმედების ერთადერთი ხერხია იმისა, რომ მიიტანონ საკუთარი შემოქმედება მკითხველამდე და გააცნონ იგი საზოგადოებას. შეიძლება არსებობდეს აზრი, რომლის მიხედვითაც ეს ყველაფერი უშლის ხელს შემდეგ წიგნების დაბეჭდას და პოეზიისთვის რაღაც ფინანსურად ხელის გამართვას და ასე შემდეგ ხელს უშლიდეს, მაგრამ ეს არ უშლის ნამდვილად ხელს ჩემი აზრით, იმიტომ რომ თუ ადამიანი ქმნის გემოვნებიან პოეზიას და შემდეგ გამოსცემს ამ წიგნს, მას რეალურად მაინც გამოუჩნდება მკითხველი, რომელიც შეიძინს მის წიგნს და გაეცნობა მის შემოქმედებას, ხო? იმ ადამიანებისთვის, რომელთაც არ აქვს იმის საშუალება, რომ წიგნი დაბეჭდონ და ისე გამოსცემს საკუთარი შემოქმედება, ვფიქრობ, რომ ეს სოციალურ ქსელში ამ შემოქმედების გაზიარება ერთადერთი ხერხი და გზაა მათთვის იმისა, რომ ადამიანებამდე მიიტანონ საკუთარი შემოქმედება და გააცნონ ფართო საზოგადოებას საკუთარი ლექსები. იცი რა მაინტერესებს, როდესაც შენ ამბობ, რომ არ უშლის ეს ყველაფერი ხელს, როდესაც ადამიანს აღარ რჩება ინტრიგა, როდესაც მე მაგალითად ვიცი შენი ყველა ლექსი სოციალური ქსელების საშუალებით რაღაცომ ავდგები და ვიყიდი წიგნს, როდესაც შემიძლია ინტერნეტში მოვძებნო უპრობლემოდ. ჩემი აზრით არც ერთი ავტორი არ არის იმდენად გულუბრყვილო, რომ საკუთარი ყველა რჩეული ლექსი ასე სოციალური ქსელით გამოაქვეყნოს. მე არ ვთვლი ასე. მაგალითად მეც მაქვს ლექსები, რომელსაც ვაქვეყნებ სოციალური ქსელით და არის ლექსები, რომელსაც არ ვაქვეყნებ სოციალური ქსელით. თუ ოდესმე მე გადავწყვიტე, რომ დავაბეჭდო კრებული, მე მაგალითად საერთოდ არ გამოვაქვეყნებ სოციალური ქსელით ჩემს ლექსებს, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ არ უშლის ყველაფერი ხელს, იმიტომ რომ თუნდაც ის ფაქტი, რომ შენ სახში გიდევს საყვარელი ავტორის წიგნი, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. თუნდაც სულ რომ არ გაშალდეს იმას, სულ რომ არ წაიკითხო შენი დაწერია, შენთვის ეს საჩუქარია ბოლო-ბოლო და შენთვის ეს არის მნიშვნელოვანი ნივთი, რომელიც აუცილებლად გინდა რომ სახში გედოს. მაინც არ ვთვლი მე რატომღაც ისე რომ Facebook-ზე და სოციალურ ქსელებში შემოქმედების გაზიარება ხელს უშლის ამათ რომ წიგნის გარდას. კი, გეთანხმები რომ არის ეს რაღაცას ნიშნავს, მაგრამ ზოგი ადამიანისთვის იმდენად ბევრს არ ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ იცის იმ პოეტის შემოქმედება, მაინც წავიდეს და ეტოს, როდესაც აინტერესებს, ალბათ უფრო მაშინ ყიდულობენ. ჩემი აზრით პირველი ვერ იქნება თავიდან ბოლომდე დარწმუნებული, რომ ის პოეტი საკუთარ შემოქმედებას ბოლო ლექსამდე აზიარებს სოციალურ ქსელში. მე შეიძლება ვხედავდე, რომ პოეტი აზიარებს საკუთარ შემოქმედებას სოციალურ ქსელში, მაგრამ მე ხომ არ ვიცი იმას, რომ სოციალურ ქსელის მიღმა კიდევ რამდენი ლექსი აქვს. ხო შეიძლება კრებულში იყოს შესული ესეთი ლექსები, რომელსაც ის არ აზიარებს სოციალურ ქსელის საშუალებით. ჩემი აზრით, მკითხველი ვერ იქნება ბოლომდე დარწმუნებული, რომ მიცის პოეტის ყველა ლექსი. მაინც არსებობს ის ინტრიგა, რომ იქნება ლექსი, რომელიც მან არ იცის და შეიძლება ეს ლექსი იყოს საოცრება, შეიძლება ეს იყოს ლიტერატურული განძი მაგალითად, ხო? თუ რა თქმა უნდა მკითხველმა იცის, რომ გასნობილი აქვს მთელი შემოქმედება ამ პოეტისა, რა თქმა უნდა ის აღარ წავა და აღარ შეიძინოს წიგნს, მაგრამ არ ამგონია ეს ზუსტად და გადაჭრით იცოდეს მკითხველმა, რომ ამ პოეტის ყველა ლექსი ისმოს თავიდან ბოლომდე. მე მაინც ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში წიგნების ყიდვის კულტურა იმდენად აღარ არის განვითარებული, გულისხმობ ქართველ ახალგაზრდა შემოქმედთა წიგნებს, იმიტომ რომ ძალიან ძნელია მწერლებს და პოეტებს მოტივაციაც კი აღარ გააჩნიათ იმისთვის, რომ წიგნი დაბეჭდონ, იმიტომ რომ ვიციან, რომ ეს თანხა უნდა გადაიხადონ და შემდეგ აღარაფერი დაუბრუნდებათ მათ. ჩემი აზრით იმის მიზეზი, რომ დღესდღეობით თანამედროვე მწერლების წიგნები არ იყიდება, არის სრულიად სხვა და არა ის დაუშვათ ისინი საკუთარ შემოქმედებას აზიარებენ Facebook-ზე. ამ ეტაპზე მართალია ტექნიკა განვითარებულია ძალიან და იგივე სოციალური ქსელები აქედან მოდის, მაგრამ ეს ტექნიკა რომ განვითარდა, ხალხმა ინტერესი დაკარგა ლიტერატურის მიმართ. შესაბამისად აღარ აინტერესებთ ყოველივე ის და წარსულში აინტერესებთ. ადრე მაგალითად მე ვეწამოდგენია ადამიანს სხვა საქმე უნდა ქონოდა. ყიდულობდნენ ისინი გაზეთს თუ ჟურნალს, რომელიც არსებობდა და ესწრებოდნენ ამა თუ იმ პოეტის შემოქმედებას და ასე იხვეჭდა პოეტის სახელს. დღესდღეობით ძალიან ცოტა ადამიანი თუ ყიდულობს ამ გაზეთს და ამ ჟურნალს და ამ წიგნებს, საიდანაც შეიძლება რომ გაიცნონ ამა თუ იმ პოეტის შემოქმედება, იმიტომ რომ მათ რეალურად სხვა საქმე აქვს, სხვა ინტერესის სფეროები აქვს. ხალხი აღარ არის ლიტერატურით დაინტერესებული და ზუსტად ეს იწვევს იმას, რომ ისინი არ იზენენ წიგნებს და არა ის დაუშვათ, რომ მათ იციან ამა თუ იმ პოეტის შემოქმედება სოციალურ ქსელში. და როგორ ფიქრობ, რა შეიძლება დაეხმაროს ადამიანებს წიგნთან დაბრუნებაში, იგივე ჟურნალ-გაზეთებთან და პოეზიასთან პირველ რიგში? ჩემი აზრით ეს მოდის თავიდან ბოლომდე აღზრდიდან.
როგორ გააზრდი საკუთარ შვილს, როგორ გააზრდი საკუთარ ძმას, რომელიც შეიძლება ახლა შენთან ძალიან მცირეწლოვანი იყოს ამ საკუთარ დას. ეს ყველაფერი მოდის აღზრდიდან, თუ შენ მას ბავშვობიდანვე ტექნიკის სიყვარულს დაუნერგო, რა თქმა უნდა, ის თავიდან ბოლომდე ტექნიკას შეიყვარებს და არ დაიწყებს წიგნის კითხვას. ჩემი აზრით, მშობელმა თავიდანვე უნდა შეარჩიოს ახალგაზრდა იმას, რომ იგი აკითხოს წიგნი, ასწავლოს ესა თუ ის ლექსი და მას უნდა დაუნერგოს ამ მხრივ პოეზიის სიყვარული, ლიტერატურის სიყვარული თუ სხვაგვარად, ალბათ ქართველებს გადაგვარება და გადაჭირება ემუქრება თუ ეს ასე არ მოხდება. და თუ ამ ყველაფრის მიუხედავად ადამიანს არ აინტერესებს, აღზრდა გასაგებია, მაგრამ ზოგადად იმდენად განვითარებულია, შენ თქვი, რომ ტექნიკა განვითარდა. შეიძლება მე ძალიანაც მიყვარდეს წიგნი, მაგრამ ამისთვის დრო აღარ მჩვენდეს, იმიტომ რომ სხვა რაღაც უფრო მაინტერესებდა. ან დაბალანსება როგორ შეიძლება მოხდეს ამ ყველაფრის? ჩემი აზრით არის ისეთი რაღაცები, რასაც ვერ ისწავლე, რაც შენში თავიდანვე უნდა იყოს. ბევრ ადამიანში არსებობს ლიტერატურის სიყვარული ამ გზით. შეიძლება შენ არავინ ყავდეს გარშემო, შეგაყვარებს ლიტერატურას, მაგრამ შენ თვითონ იყო ისეთი, რომ ადამიანი და ბუნება უნდა თქვენია და ზუსტად ასეც არის, რომ შეიძლება შენ იყო ისეთი ადამიანი, რომ საერთოდ არავინ გეუბნებოდეს წიგნი აიღე ხელში და წაიკითხო, მაგრამ გიყვარდეს და გააკეთო ეს. დაბალანსება როგორ უნდა მოხდეს, არ ვიცი, ალბათ ჩემს ახალგაზრდა ვარ და მოუში თუ ისწავლე, აუცილებლად გამომადგება ეს ყველაფერი, მაგრამ მე ვახერხებ როგორღაც, ვახერხებ რომ დავაბალანსო ყველაფერი. ვერავინ ვერ იტყვის და მეც ვერ ვიტყვი, არ მივდივარ და ტექნიკას არ ვიყენებ, მაგრამ თუ რეალურად გინდა იმ ტექნიკასაც დადებითი კუთხით გამოიყენებ და არ უარყოფით მაგალითად. რაც უნდა სამწუხარო იყოს, აი ეს აღზრდას არის მოკლებული ძალიან ბევრი ახალგაზრდა და არ იცის ის ტექნიკაც ასიკეთოთ როგორ უნდა გამოიყენოს და არც უნდათ. მე მაინც შემაძრაზე ვჩები, რომ ყველაფერი მოდის აღზრდიდან. თუ მშობელი ბავშვს გააზრდის ისე, რომ ამ ბავშვს შეყვარებს თავიდანვე ლიტერატურას, პოეზიას, წიგნოგრობას და თავიდანვე ასწავლის როგორ უნდა გამოიყენოს ის ტექნიკა დადებითი კუთხით და არა უარყოფით. ну, მაშინ ბავშვი გაიზრდება ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა მშობელს. ყველაფერი გასაგებია, გიორგი და იცი რა მაინტერესებს, მე აღმოჩნდა, რომ ხაზს ვსვამდი ქართველ შემოქმედთა წიგნების არ გაყიდოს, იმიტომ რომ ზოგადად უცხოური თუნდაც ბესტსელერები ან თუნდაც უცხოელი მწერლების და პოეტების წიგნები უკეთ იყიდება დღეს საქართველოში, ვიდრე ქართული. შენი აზრით ამის მიზეზი რა არის? სხვადასხვა ხშირად მომისმენია ამბობენ საზოგადოებაში, რომ აი დღეს სადღა ყავს ქართველებს პოეტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ну ეს ამის მიზეზი არის ის, რომ ისინი არიცნობენ ახალგაზრდა პოეტების შემოქმედებას და იმის მიზეზი, რომ არიცნობენ ახალგაზრდა პოეტების შემოქმედებას, არის ისევ ის, რომ მათ გონიათ, რომ თანამედროვე საქართველოში არ მოიძებნებიან კარგი პოეტები. ეს ერთგვარი ბრუნვაა და ჩემი აზრით ეს სრული აბსურდია. მე მინდა მიმართო საზოგადოებას, ვინც უყურებს ეთერს, თანამედროვე ქართველებს ყავს ძალიან კარგი პოეტები, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც ძალიან ბევრი ისეთი მიგნება, რომელიც წარსულში არ არსებობდა. თუნდაც რომ ყოფილიყო ის წარსულში ესეთი გამოთქმა არსებობს, ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია. თუნდაც ჩვენ მაგალითად ახალგაზრდა მწერლებს, რომლებიც წერას ვთქვით, ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე ახალი შევქმნათ, შეიძლება არ შეგვეძლოს რაიმე ახალი შექმნა. თუმცა იმასაც ინტერესი აქვს, რომ ის ძველი რაც უკვე დაწერილია, აიღო, გადაასხვა ფერო, დაამატო რაღაცეები, უფრო ლამაზი გახადა, უფრო ლიტერატურული ფერი მისცე და ისე მიიტანო, შემდეგ განახლებული ფორმით კითხავენ. დაუბრუნდეთ დასმულ კითხვას, ან უცხოურს რატო ანიჭებენ უპირატესობას და არა ქართულს? უცხოურს ქართველი ადამიანები რატო ანიჭებენ უცხოურს? ხო, ну, რატო ეს? იმიტომ რომ უცხოეთში არის მწერლობა გაცილებით უფრო განვითარებული, უცხოელი მწერლები აქედან გამომდინარე არიან გაცილებით უფრო სახელმოხვეჭილები და უნებრივია მე როდესაც გადავაწყდები თუნდაც თანამედროვე მაგალითად ბექბედერის წიგნს, როდესაც გადავაწყდები და შემდეგ გადავაწყდები ვიღაცა უცნობი ქართველი ავტორის წიგნს, ავიღებ ბექბედერის წიგნსაც, ავიკითხო ბექბედერის წიგნს ისევე და არა ვიღაცა ქართველი უცხოელს. რეალურად უცხოელებს უფრო უწყობენ ხელს იმაში, რომ სახელი მოიხვეჭონ, უფრო სახელმოხვეჭილი მწერლები გახდნენ. საქართველოში ასეთი ხელშეწყობა არ არის. თუ მაგალითად მე შევხვდები რომელიმე ცნობილი ქართველი მწერლის წიგნს და შემდეგ შევხვდები რომელიმე ცნობილი უცხოელი მწერლის წიგნს, მე ქართველი მწერლის წიგნს ავიღებ, იმიტომ რომ ვიცი ის ადამიანი შექმნის კარგ რამეს, კარგ რომანს დაწერს, კარგ პროზას შექმნის, კარგ პოეზიას შექმნის. უბრალოდ ის არის, რომ ახალგაზრდები სახელს ვერ იხვეჭენ. აი უჭით საკუთარი სახელის ფართოსყარებზე გადანაუფლო და ეს არის რეალურად იმის მიზეზი, რომ ის სახელმოხვეჭილი უცხოელი მწერალი საბოლოოდ უფრო გაყიდვადია, ვიდრე სრულიად უცხო ადამიანი, მაგალითად სრულიად უცხო ადამიანი, რომელმაც სულაც პირველი წიგნი დაგვიწყდა მაგალითად და ხალხისთვის არ არის ცნობილი. და როგორ შეიძლება მოხდეს ამ სახელის მოხვეჭა, როგორ ჩვენ ამბობ? ჩემი აზრით, ქვეყანაში უნდა შეიცვალოს სიტუაცია მთლიანად. დღევანდელი კულტურა არ იძლევა იმ საშუალებას, რომ ქართულმა ახალგაზრდა მწერალმა სახელი მოიხვეჭოს მაგალითად რა. იმიტომ რომ თუნდაც ის გაზეთები, თუნდაც ის ჟურნალები და ის წიგნის დაგვიჭრა ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. არ შეუძლია რამდენიმე პოეტს მაგალითად მე ვიცი ძალიან ბევრი პოეტი, რომელიც არის ძალიან ნიჭიერი, ძალიან კარგი მიგნებები აქვს მაგ პოეზიაში, ღირებ პოეზიას ქმნიან და საბოლოოდ არ აქვს იმის საშუალება, რომ ეს კრებული დაგვიჭრონ და გამოსცენ. ну ასეთი სიტუაცია თუ იქნება, რა თქმა უნდა, პოეტი ვერ მოიხვეჭს სახელს.
მე თუ არ მაქვს იმის საშუალება, რომ ჩემი შემოქმედება მკითხველამდე მივიდა, მათ არ დაესწრება ჩემი სახელი და გვარი და არავინ არ ეტყვის, რომ აი შეხედეთ ის მაგარი ბიჭია, მაგარი პოეტია და ვიდით და წაიკითხეთ მისი შემოქმედება, ეს სრული აბსურდია. ჩემი აზრით უნდა არსებობდეს იმის საშუალება, ისო სახელმწიფო უნდა ქმნიდეს იმის საშუალებას და იმ სიტუაციას უნდა ქმნიდეს, რომელშიც პოეტს შეიძლება საკუთარი ფინანსებიდან გამომდინარე შექმნას ის კრებული და გაიტანოს მისი სახელი ქართულ ასპარეზზე. უნდა ხელს უწყობდნენ გაზეთები ამ ყველაფერის ახალგაზრდებს უნდა ეწყობოდნენ თავიდანვე ხელი, რომ ძალიან მალე დაღმდნენ და გახდნენ კარგი მწერლები, კარგი პოეტები, კარგი შემოქმედები, მაგრამ ეს სიტუაცია საქართველოში ნაკლებად არის განვითარებული და შესაბამისად სწორედ ამიტომ არის სწორი პრობლემა ახალგაზრდების სახელის ქართულ ასპარეზზე გადავა. არსებობს მოსაზრება, რომ ბევრისგან გამიგია, რომ რაც არ უნდა დაუფინანსონ მწერლებს და პოეტებს წიგნის გამოცემა. საქართველოში დღეს არავის არ სცხელა, მოდი უხეშად ვთქვათ, იმისთვის, რომ ადგეს და წიგნი იყიდოს, იმიტომ რომ ბევრად უფრო სერიოზული პრობლემები აქვს, ბევრად უფრო სხვა რაღაცებისთვის ჭირდებათ, თუნდაც ის მცირე ფინანსები. ამაზე რას ფიქრობ შენ? საბოლოოდ ისე ვიქამდე მივდივართ, რომ ქვეყანაში არ არის ისეთი გარემო, რომელშიც ადამიანი მივიდა წიგნს იყიდეს. ეს არის ისე ფინანსებზე მივდივართ საბოლოოდ, რომ იმ ოჯახს, რომელსაც უნდა რეალურად წიგნის ყიდვა, არ აქვს იმის ფინანსები და საშუალება, რომ მივიდეს და ის წიგნი იყიდოს. პოეტს არ აქვს იმის ფინანსები, რომ დაბეჭდოს წიგნი და მკითხველს არ აქვს იმის საშუალება, რომ იყიდოს ეს წიგნი. ამიტომ საბოლოოდ უნდა გამოსწორდეს ის სიტუაცია. მე ხა არ ვიცი, მე პატარა ადამიანი ვარ და საქვეყნოებს ნამდვილად არავინ მომკითხავს და იქ რა ხდება, მაგრამ რასაც ეძახიან, არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით უნდა შეიცვალოს მაქსიმალურად ეს სიტუაცია და უნდა იყოს იმის საშუალება მკითხველისთვის, რომ შეიძინოს წიგნი და უნდა იყოს იმის საშუალება პოეტისთვის, რომ გამოსცეს საკუთარი კრებული. რატომ არ არის ესეთი საშუალება, მე ეს ყველაფერი ნამდვილად არ ვიცი და ალბათ არც არის ჩემი საქმე ამ ეტაპზე და ალბათ ასრავინ გამაგებინებს მე ამას. მოდი დავუბრუნდეთ ისევ სოციალური ქსელის თემას. სოციალური ქსელი რატომ ვერ ეხმარება ახალგაზრდა შემოქმედებს, რომ სახელი ბოლომდე გაითქვან და მაგალითად, მაგალითს მოგიყვან, ახლა მაგალითის დონეზე, შენ ხარ სოციალურ ქსელში ცნობადი პოეტი, ხო? ითვლები. და მე რა შევიდე მაღაზიაში, ისევ ალბათ შეიძლება გავაკეთო უცხოურ მწერალზე არჩევანი. იმიტომ რომ არ ვარ შენში დარწმუნებული, ანუ ამას გეუბნები მაგალითის დონეზე, იმიტომ რომ ბევრი შემთხვევა ვიცი ესეთი. ეს რატო ხდება? გემოვნებიანი მკითხველი უფრო წარსულში არსებობდა და შესაბამისად ეს გემოვნებიანი მკითხველი არის უფრო ასაკობრივი და ხნიერი, რომელსაც მაგალითად ტექნიკაზე ხელი არ მიუწვდება და არ აქვს სოციალური ქსელის ინტერესი. რა თქმა უნდა, მაგალითად წარსულში დიდი პოეზიის მომსწრე, რომელიც ქართველები იყვნენ, ხო? წარსულში ეს ხნიერი ადამიანები უფრო კარგი მკითხველები არიან, უფრო ჯანსაღი კრიტიკა შეუძლია მათ, რომ გამოუშვან შენი მიმართულებით. ხო, ეს თანამედროვე ახალგაზრდები, რომლებიც შედიან სოციალურ ქსელში და ნახულობენ ჩემ შემოქმედებას, თუნდაც არ არის იმდენად გემოვნებიანი მკითხველები, არის იმდენად პოეზია, არის იმდენად ლიტერატურა, რომ ჯანსაღი კრიტიკა გამოიწვიონ და შექმნან. ეს ხნიერი ადამიანები, რომლებიც მოესწრნენ თუნდაც დიდ პოეტებს, რომლებიც წარსულში არსებობდნენ, ხო, უფრო კარგი მკითხველები არიან, უფრო გემოვნებიანი მკითხველები არიან და მათ უფრო ძალობს, რომ გაგაკრიტიკონ ჯანსაღად. შესაბამისად, ჯანსაღი კრიტიკა უკვე იწვევს იმას, რომ შენ ასწორებ აღმოფხვი იმ შესწავლას, რომელიც ლექსში გაქვს. იმიტომ ვერ ხდება ჩემი აზრით ესე სოციალური ქსელით სახელის მოხვეჭა, რომ მას სოციალურ ქსელში არ კითხულობს გემოვნებიანი მკითხველი შემოქმედებას. გემოვნებიანი მკითხველი შემოქმედებას კითხულობს ისევ წიგნის საშუალებით. ზუსტად ის არის ამ წიგნის გაყიდვის სიმცირის მიზეზი, რომ გემოვნებიანი მკითხველები ცოტანი არიან ძალიან მრავალ საქართველოში. ბატონმა გოგანდო ჩანაშვილმა ბრძანა, რომ ცუდ მკითხველამდე შენი შემოქმედების მიტანა ჯობია, რომ საერთოდ არაფერი არ დაწერო. იმიტომ რომ რეალურად დღესდღეობით ისეთმა ადამიანმა შეიძლება გაგიკრიტიკოს ლექსის ნაწარმოები, რომელიც მისი აზრის ნახევარსაც ვერ ჩაწყდება და ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდია. შენ შემდეგ გული გიცრუდება ყველაფერზე და ამან შეიძლება გამოიწვიოს შენი პროფესიის უგულებელყოფა. ნუ საბოლოოდ შეიძლება ამ მიზეზით კალამი დავა. კიდევ ერთი კითხვა და შემდეგ უკვე გადავიდეთ დასასრულისკენ. მე მაინტერესებს შენი სუბიექტური აზრი. დღეს საქართველოში არიან თუ არა ისეთი მწერლები და პოეტები, რომლებიც წლების თუნდაც საუკუნეების შემდეგ ისტორიას დარჩებიან? ჩემი აზრით არიან. არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა ისეთი შემოქმედი, რომელიც ქმნის ძალიან კარგ შემოქმედებას, რომელთაც თაობები უნდა გაიზარდონ, მაგრამ ისევ და ისევ იმაზე დავჩები, რომ თუ საქართველოში არ შეიძლება სიტუაცია და თუ არ იქნება იმის საშუალება, რომ ამ ადამიანებმა სახელი მოიხვეჭონ, გამოსცენ საკუთარი წიგნები, რომელიც წაკითხულათ, შემდეგ თაობები უნდა გაიზარდონ, რეალურად ისტორია ჩაყვაყოს მასახელს და შთანთქავს თავიდან ბოლომდე. ჩემი აზრით, ამ თანამედროვე მწერლებს, რომლებიც ძალიან ნიჭიერები არიან და შეუძლიან შექმნან ძალიან კარგი შემოქმედება, ჭირდებათ ხელშეწყობა და ფინანსება და მაქსიმალური ხელშეწყობა ჭირდებათ იმისთვის, რომ შექმნან რაიმე ღირებული და დაუტოვონ ეს ისტორიას. შეიძლება შექმნან ღირებული, მაგრამ ვერ დაუტოვო ისტორიას, იმიტომ რომ არ ქონდეს ამის საშუალება. აი მაგალითად ბევრი ვიცი შემოქმედი ისეთი დღესდღეობით, რომელიც ქმნის, მაგრამ რამდენად დარჩება ეს ისტორიას, უკვე საკითხავია და კითხვის ნიშნის ქვეშ ეს ყველაფერი.
თუ რა თქმა უნდა საქართველოს შეიძლება სიტუაცია, თუ იქნება იმის საშუალება, რომ ადამიანებმა გამოსაგრებულები და დაშინი ისტორიას, რა თქმა უნდა, ისტორია შეინახოს მათ სახელს და მეცაც ვიტყვი, ძალიან ბევრი ისეთი ნიჭიერია, რომ მათი სახელგვარი წესი დოქტორ სასწავლებლის უნდა ჩაიწეროს ქართული პოეზიის ისტორიაში. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო მოსაუბრე ხარ, თუმცა პატარა ხარ ჯერ, მაინც საკმაოდ კარგი მოსაუბრე ხარ. მინდა წარმატებები გისურვო შენს პირად ცხოვრებაში, კარიერაში, ფეხბურთში. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.